სახეთა მამისათა და დისათა და სულისას მისათა. ქრისტიანს კიდევ ერთხელ და მრავალ გზის მოგილოცავთ რადგან ქრისტეს. ჩვენ ვიცით რომ ყოველ კვირა დღეა ოდგომის დღეა, მაგრამ ეს დღეები ქრისტეს ამაღლებამდე, ზეცად ჩვენ მოითხოვთ ერთმანეთს სალმებით, აი ამ სასიხარულო უწყებით ქრისტიანსგან. და ის სასოება, რომელიც კაცობრიობს ჰქონდა დიდან ისინი დაცემისა. თუმცა პირველი სიკვდილი განიცადა და იხილეს და სიკვდილის შემდგომი ხსნა სხეულისა და მიწად მიმარება, როგორც თქვა, მიწა ხარ მიწად მიქცევი. დარჩა ადამიანებში, ყველა ადამიანში ეს განცდა. ერთის ხრივ სული კარნახობს მარდილ ცხოვრებას და მეორე ხრივ სხეული ახსენებს წარმავალობას ამ ქვეყნიურ ცხოვრებისა. და ეს გაურება ადამიანში ყოველთვის იყო გარკვეულად დაგედების, ბრძოლების, ფილოსოფიური სისტემების საფუძველი. მხოლოდ ქრისტესწორული ადგომამ გასცა პასუხი. რომ გასცავთ შეუძლებელია, ღვთისმიერ შესაძლებელია, მაგრამ დრო და ჟამი ქრისტესმიერ მოსისავად მოხდება საყოველთაო ადგომა, მხოლოდ უფალმა იცის და არა მოცემული კაცობრივ ბუნებას ამის ცოდნა. რომ ყოველთვის ემზადებოდეს იმ დღისათვის ადამიანი. ამიტომ საეკლესიო კრებაზე ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გარდა იმ საეკლესიო სამართლების კანონებს, ეხება ზნეობრივ საკითხებს, თვითონ საეკლესიო იერარქიას, ურთიერთობას, იურიდიულ ურთიერთობას, იერარქიის სხვადასხვა საფეხურებს შორის და ასევე იურისდიქციების ურთიერთობა. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ პირველის და მეორეს და მესამე და მეოთხე მსოფლიო კრებები და შემდგომი კრებებიც მე-5, მე-6, მე-7 დავის კრებების მოტივის საბოლოოდ იყო აღსარულო საკითხები. რწმენის ჭეშმარიტების და სიწმინდის გარკვევის მიმართ იყო ეს კრებები შეკრებილი. თუმცა ჟურის კანონში უშუალოდ ასახულია ეს კრებების კანონები უჩესხოთ იურიდიულ ხარეს და არა სარწმუნოებრივ. რატომ სასარწმუნოებრივ საკითხები თვითონ კრებების აქტებში ასახული, ვინ რა პოზიციაზე იყო, ვინ გაიმარჯვებულმა ხედვამ, სახელმწიფო ხედვამ, გაგებამ ღვთისმსიტყვისა და წმინდანებისა უფრო დასაბუთა და დამტკიცეთ ჭეშმარიტება მისი აღსარებლობისა. აი ასეთ მესამე კრების შემდეგ არნაკლებ წავე შეიძლება უფრო დიდიც კი იყო მეოთხე კრებაზე, ეს გალგიდონის კრებაზე. მაშინ 454 წელს ყაზანის პატრიარქი კირილე გარდაიცვალა. ჩნდება გადაფასება იმ დოგმატური სწავლებების ჩამოყალიბდა მესამე მსოფლიო კრებაზე. თუმცა იყო მხილებული ნესტორი და მისი მდერები და ნესტორის ეკლესია თავის არსებობას აგრძელებს უკვე აღმოსავლეთ მხარეში. ბიზანტიის იმპერიას და სპარსეთს და უფრო აღმოსავლეთით, შუა აზიაშიც აღწევენ, როგორც ვთქვით, მისი მისიონერები. მაგრამ
თვითონ რომის იმპერიაში და განსაკუთრებით მის ცენტრალურ და ევროპულ მხარეში ნესტორინებამ უკვე ფეხი ვერ მოიკიდა. და აღიარებული გოსტალებლობა, მაგრამ არგიო კიდევ ერთი პოლიტიკური მომენტი იყო, რომ ნესტორი მაინც წარმოადგენდა ანტიოქიის ეკლესიას, წარმალოთ იქიდან იყო მისი მოტაფეები და მომხრეები ანტიოქიელები იყვნენ. და ნესტორი გახდა პატრიარქი კონსტანტინოპოლის, იქ იყო დადგენილი. რამდენად იყო წარმოდგენა არამარტო ანტიოქიის, არამედ კონსტანტინოპოლსაც. და ალექსანდრიას ეკლესიას და თვითონ ალექსანდრიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტატუსის და მდგომარეობის გამო, რომელიც მას ეკავა რომის იმპერიაში, ალექსანდრია მიიღო თავიდან აღიარებული მეორედ რომის შემდეგ და როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქო დაარსდა და სტატუსი ახალი რომისა და მეორე დედაქალაქის მიიღო, მან დაიკავა მეორე ადგილი და ალექსანდრია გადავიდა მესამე ადგილზე. ეს შეიძლება უფრო ამბიციის საკითხი, მე-13 მთავარი მართალი იყო ღვთის წინაშე, მაგრამ ადგილს თუ სტატუსს გარკვეულად აქ ხისების შეგრძნება და ბრძოლა თარტონის სიზმრისათვის შეიძლება იკვესებოდა ერთად ამ ამბიციურ პრეტენზიებს და პირისპირებაში. და ასე მოხდა, როგორც ვთქვით, მესამე კრებაზე, როდესაც ნესტორი თუმცა იყო ანტიოქიელმა წარმოდგა კონსტანტინოპოლის პატრიარქოს და იყო ალექსანდრიის პატრიარქი კირილე. წმინდა კირილე ალექსანდრიელი დიდი ღვთისმეტყველიოდად განათლებული და მისმა განსაზღვრებამ და მისმა ხედვამ მოიპოვა არუპირატესობა. ეხლა ის გახსენთ ის ყოველდღე ღვთისმშობლის აღიარებას ღვთისმშობლად თუ ქრისტეს მშობლად. საქმე სიტყვებში არ არის ღვთისმშობელი რომ ღმერთი მოევლინა ქვეყანას. რასაც წესამეტყველდა ესაია მოდოდა რომ და ავტომობილი შეძედა და სახელი მის ემანუელ, რაც ნიშნავს ჩვენთან აღმერთი. ანუ ღმერთი ღვთისმშობელია, მაგრამ რადგან ეს ორი იპოსტასის შეურენებლად შეერთებული განუყოფელად ქრისტეში კაცობრივი და ღვთაებრივი ბუნება, ამდენად ქრისტეს მშობელი შეიძლება ითქვას, მაგრამ აი ეს უნდა გამოიცხადეს ღვთისმშობელია. აი ორი ბუნებით. თორე შესაძლოა ორი იპოსტასი, ორი ბუნების იპოსტასი ერთია, ღმერთკაცობრივი. და ეს ტერმინი კირილე ალექსანდრიელს მე ცოტა შორიდან დავიწყე. გამოიყენა, როდესაც ქრისტეზე რომ ერთი ბუნება, მიაფიზის ქრისტეს ერთი ბუნება, მაგრამ ერთ ბუნებაში ერთი ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების ერთობა. ერთია ეს ბუნება, მეზგაცობრივი. განუყოფელი შეურნებელი ბუნება. და ერთი იპოსტასში ორი ბუნება. ეს დიდი საიდუმლო და ღვთისათვის იყო შესაძლებელი და ღვთის განგებით, რომ ეს შეერთება ღვთაების კაცობრივის არის საწინდარი კაცობრიობის და ადამიანის ხსნისა და ცხონებისა და სასწაულის დაკვირვებისა. ამიტომ ქრისტემ როგორც კაცობრიობის ღვთაებელმა, როგორც ადამიანმა
მან იტვირთა ის წოდები, რომელიც ადამიანს უჩნდება ამ ქვეყანაზე და ამ წოდების სიგეთი და სიტყვი და სიმართლე თუ პასუხა. ანუ ძლია ამ სასწაულებს ყველა სახის ყველანაირ და ბოლოს ჯარს სულა ყველა აღსულა ეს ბოლოს თუთ აღსულდა ამ მისია გამოხსნეს აღსულდა და მის შემდეგ მან ბოლოს გადამოთქა სულსა ჩემსა შევედებ ჩემ მამაო და განუწყვეტ სული მაგრამ ძლევა სიგნალზე არის ერთი ხილო ცოტა ბერიჩნა თავი მაშინ და სიგნალის წყარო სწორედ დაცემულებაა და მეორე ეს სხეული ხორცენილებრივი თქოს გარდაცვალება და არასიკვდილი მე გაფრინდა წინალე აღდგომით თუმცა ეს ბუნება შეიცვალა მაგრამ ეს ხთით ხდება და ეს უნიშნულოვანი საკითხი მაცხოვრის მისიის საქვეყანაზე და ადამიანის ცხონების ამასთან ერთად იყო მთავარი თემა ამ კრებების მესამე და მეოთხე კრების განსაკუთრებით და აი აქ თავიჩინა იმ დაპირისპირება ალექსანდრისა კონსტანტინოპოლთან და უნებლიეთ ანტიოქიასთან რადგან ნესტორი იყო ანტიოქიელი და თან კონსტანტინოპოლის პატრიარქი თუ ახსენეთ და ალექსანდრია ანტიოქიასაც და კონსტანტინოპოლს ამის პირისპირება რომ დაემტკიცებინა რომ ის კრება ეფესოსი პირველი კრება ეფესოსი იყო გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი და დამადასტურებელი ალექსანდრის სულიერ უპირატესობისა და ეს უპირატესობა აღიარებული ყოფილიყო სოფლიო ეკლესიის მიერ აი ეს გარკვეული წესრიგის ამბიცია და რომელიც მიღებდა კირილეს მიმართ ერთგულებით თუმცა ის ფორმულა რომელიც პატრიარქმა კირილემ გამოთქვა არ გამოიცხადა ქრისტეს შორიბუნების თანაარსებობას განუყოფდა შეურევნელად და ჩვენ გასული საუბრისას განვიხილეთ კანონის მუხლები ეხებოდა და ზნეობრივ საკითხებს და იერარქიულ ურთიერთობებს ეკლესიის წიაღში სამართლებრივ საკითხებს და ეხლა ჩვენ შევეხეთ და გვინდა შევეხოთ აი ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს ამ ადამიანის ცხოვრებას და აქ მოხდა დაპირისპირება ანტიოქიის წარმომადგენლებისა და ასევე ალექსანდრის წარმომადგენლებს შორის. ხოთ აქ თავთა შეფარდება შეიცვალა. შეიცვალა იმიტომ რომ ძალის ხმევა მეტი ჰქონდა ეს თუ მეორეს. არამედ რომ ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვნად აღმოჩნდა. იქ მესამე კრება, ეფესოს კრება ეხებოდა ყველა ღვთისმშობლის ღირსებას, მისი წმინდეს და ეს ეხება ქრისტეს ამეთკაცობრივ უნებას და ადამიანის გამოხსნის საკითხს. ამიტომ უფრო მწვავე იყო და ნებით უნებლიეთ ამ დაპირისპირებაში იმპერატორი მონაწილეობდა. მასაც გარკვეული მხარე ეკავა და სანამ იყო
ერთი იმპერატორი მოთხოვს უჭერდა გიორგი ალექსანდრიის რევოლუციას და მის ინტერპრეტაციას მონოფიზიტების მიერ აი უცნაურია რომ თვითონ პატრიარქი კირილე მიაფიზის ერთი ბუნება და მე მან მიიღო ფორმა მონოფიზიტობას ანუ მია ერთობლივსაც ნიშნავს ერთობლივი ბუნება და მონო კონკრეტულად ერთს ნიშნავს და აი ამის გამო მის იმპერატორი ვინც ხარს უჭერდა მინდა კირილე ალექსანდრიის სიტყვების ინტერპრეტაციას რომ ალექსანდრიის ღვთისმეტყველები უკეთებენ დიოსკორე დაიფტიხი ხარი დაუჭირა და კრება რომელიც შეიკრიბა ეფესოში ისევ ეფესოში და ესეც იყო ალექსანდრიის მოთხოვნა რადგან ეფესოში სწორედ კირილე ალექსანდრიელმა გაიმარჯვა კონსერვატორზე ნესტორიზე ღვთისმეტყველო დიალოგში თუ დისპუტში და ისევ ხსოვნის გამო იქ გადაწყდა და მაგრამ ეს კრება მიიღო ძიმე ფორმები ისინი ვინც არ ეთანხმებოდა იმ ინტერპრეტაციას კირილე ალექსანდრიელის რომელიც მოქონდათ ალექსანდრიის ეკლესიის წარმომადგენლებს მათ ფიზიკურად სწორდებოდნენ თითების გადამტრევა ვინც არ მოაწეს ხელს და ისჯება და ასე შემდეგ ეს მოხდა 459 წელს კირილე ალექსანდრიელი 454-ში გადაიღო 5 წლის შემდეგ მის გადაცემისა და გავიდა რამდენიმე წელი და სწორედ 2 წელი ცოტა მეტი და ეს იმპერატორი გარდაიცვალა და დადგა ახალი იმპერატორი რომელს ხარი დაუჭირა სწორედ მეორე პოზიციას რომელს ამბობდა რომ ერთ პიროვნებაში ერთ იპოსტასში ქრისტესი ორი ბუნებაა შერწყმული შეურევნელად და განუყოფელად და აი ამ კრებაზე განხილული ის ფორმა რომელიც გაიმართა ეფესოს კრებამ მესამე სოფლიო კრების შემდეგ ეფესოში გამართული ის ძალადობრივი აქტები რომელიც იყო გამოვლენილი და უკვე მოხდა ნეგატიური შეფასება იმ მხარის რომელიც ასე სასტიკად მოიქცა მოწინააღმდეგე ჩავთვალოთ მოწინააღმდეგე ანუ განსხვავებული აზრის ხმარებას და მეოთხე კრებაზე უკვე შევხედავთ რომ შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომის პაპის ლეონ დიდის ლეონ პირველის ტომოს მის და ელუსავნიუს რომელიც განიხილავდა აი ამ დიდ საიდუმლოებას რომელიც გაცხოვრებულების ქრისტეს მის პიროვნების რომ რაში ვლინდება ღვთაებრივი ბუნება და რაში ვლინდება კაცობრიობი ბუნება რასაც წინდაწერი ადასტურებს და არა გაყენებული ფრაზეოლოგია და თვითნებური ასეთ ლოგიზირება თემის ლეონ დიდი ის დიდი პაპია რომელსაც კვალი დატოვა
რომის ეკლესიის ისტორიაში. ის ერთადერთია, რომელსაც შეაჩერა ჰუნების ლაშქრის და მათი ბელადის ატილას მსვლელობა რომის წინააღმდეგ. როდესაც არმია რომაელების დამარცხდა სასტიკად ამბოლოში და რომს მოადგა ატილა. მაშინ რომის დამცველად ლეონ დიდი გამოვიდა. და მისმა სიტყვა ისეთი გავლენა მოახდინა ატილაზე, რომ მან არმია მოადრეალა და აღარ შევიდა რომში. მან ატილასთან შეხვედრამდე ილოცა მოწყო თავთა პეტრეს და პავლეს მიმართ. მათ შეავედა ქალაქი, ეკლესია, ხალხი და ითხოვა შეწევნა და როდესაც შეხვდა ატილას ქალაქ გარეთ, უთხრა, რომ შენ დიდი მეომარი ხარ, შენ გაიმარჯვე ბრძოლებში და სამართლად გაიმარჯვე, მაგრამ დიდი მეომრის ღირსებას სახელს შელახავ მოხუცების და ქალების და ბავშვების აოხრებიდან დახოცით, და რომში მეომარი აღარ დარჩა. და ამ სიტყვებმა იმოქმედეს ატილაზე. მან მოასაბრძანება, რომ ჯარი მობრუნებული იყო და არ შესულიყო რომში და დაბრუნება. და როცა კითხეს, როგორ აბა ისთვის მოვდიდი, ჩვენ ხო რომი უნდა აგვეღო? მან უპასუხა, რომ პიროვნება ლეონ დიდი შემოსილი ბრწყინვალე სამოსლით, რომის პაპის სამოსლით და დავითი გვერგვინით მიტათი, თუთი არათი უბრალოდ მის უკან ხედავდიო ორ პიროვნებას ცეცხლოვანი თვალებით და მე იმათი ნადექ ვერ წავედი და ისინი პეტრე და პავლე. ასე გამოიცხადა ატილას ლეონ დიდის ზურგან დგომი ეს ორი დიდი მოციქული. მან არ იცოდა ვინ იყო, მაგრამ მიხილა და ამ ხილომ იმ სიტყვებთან ერთად იმოქმედა მასზე და მან მოაბრუნა და გადაწყვიტა უკან დაბრუნება, თუმცა მერე გადაიფიქრა და მე დაიღუპა კიდევაც. და აი ეს სწორედ ლეონ დიდის ეპისტოლე, მან ტომოსო კიდე ასე უწოდებენ, დიდი გავლენა მოახდინა კრებაზე. სადაც ეს ორი ბუნების ერთ პიროვნებას, ერთ იპოსტაში შერთებას ეხებოდა და ამიჯნავდა. როდესაც უფალია, თვალსამოს მშია, მწყურია, ზდინავს, ტირის, ანუ ხარია. ეს ადამიანური ბუნების თვისებებია. ეს ბავშვებსა ედრება შესაძლებელია მედუსას ისეთ არ შევსო იგი, მაგრამ არ როგორც მეუნებოს შენ მამაო. ესე იგი, ჩანს ორია ნება. მამის ნება და კაცობრიობის ბუნების ნება. იგი გააზრებულია ეს კაცობრიობი ეს ნება ღვთის მიერ და უფალი ამბობს არა როგორც მემნებავს. ასე როდესაც მოციქულები ეკითხებიან მოსეს შესახებ, უფალი პასუხობს, არავინ იცისო, არც ანგელოზებმა და არც ძემ და ხოთ მერტმა. და ამ წესში ზოგიერთები გონიშნავენ, რომ ქრისტიანს მე არ ამნებას, უფალი არ ამბობს ამას. მე პირობებში ნათქვამი სიტყვა და უფალი ძე არ იცის. ანუ მისაპირში და იგულისხმებთ კაცობრიობ ბუნება. კაცობრიობას ამის ცოდნა მოცემული არ აქვს. და
ხან ბოლმასხოვში გასულებული საერთაშორისო კი, მაგრამ უფალია რომ რადგან მოციქული მოეკითხეს, პასუხა რომ არა თქვენ კონკრეტულად ან რომელი ადამიანი არა ძეს არ იცისო. ანუ ქრისტეში გაცობრე ბუნება გულისხმობს და რომ არ იცისო. მაგრამ თქვენთვის არ იცის. თორე ღვთისმსევენ შეგოიმან იცის. აი ესეთი ნიუანსებია წერილში და აი ამ ნიუანსების გამო ხდება თუ დახვევა და დაპირისპირება. რომ მე მოციქულთა საქმეშივე იწყება აი ამ სიტუაცია და მოციქულები გითხრა როდის იქნება ეს მოსვლა და განდიდება იერუსალიმისა გამახლება არა თქვენთვის არ არის მოცემული ამის ცოდნაო პირდაპირ ეუბნება უკვე ადგომელი მაცხოვარი ამაღლების წინ ხო თქვენ დაბრუნდით იერუსალიმში ილოცეთო ასე ყველა ეს ცელობა ადამიანებს რო გამოიძიონ რომ როდის იქნება და ვინ იქნება ეს ანტე ეს ჩვენთვის მოცემული არ არის არის ხოდ მინიშნება არის დანიშნები იქნება დანიშნები ეს გამოცნობა უფრო ადვილია თუ და სუბიექტური არ იქნება და მიკერძოებული ადამიანს შეუძლია დაინახოს ეს ნიშნები მაგრამ ეხლა ჩვენ თემა ეს არ არის ეცოდ ამ ტომოსმა მოხდილი გავლენას თქვი და ეკლესიის მამები წესდებოდა იქ მათაც უმრავლესობამ აღიარა რომ ერთ ეს გამოთქმა მიაფიძის ერთი ბუნება არა მხოლოდ საევრე ბუნებას არა კაცობრიო ბუნებას შიშიც ჰქონდა სწორედ გირლე ალექსანდრიის მიმდევრებს რომ ეს ნესტორიანობა ხონდა აღორდინდესო და თქოს ეს გირლე ალექსანდრიის სინამდვილე გამოსვლა და ალექსანდრიის ზოგადად ეკლესიის სინამდვილე გამოსვლა ამიტომ მათ უკვე მიკერძოების სული დაეუფლა და ის კრებათ მათი და რომელსაც ავაზაკური წოდება იქნა მხილებული და მათი არასწორი ინტერპრეტაცია გირლე ალექსანდრიის სიტყვებისაც ასე მხილა. რომ ჩვენ ხედავთ რამდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანისათვის, ეკლესიის ადამიანისათვის სწორად ცოდნა ხედვა საღვთისმეტყველის საიდუმლო საკითხების. რომ სწორად აღმოსავლელი ცხოვრება თუ კი ხედავს რომ ქრისტეში კათოლიკური ბუნება ამ ბუნების მიერ დაიძლია ყველა სასწორი ამ ქვეყნისა და შობიდანვე წმინდა ის და უცოდველი და უფალთან ერთობაში ყოფი. ეს არის სასაწინდარი ჩვენი მომავალი აღდგომის და ცხონებისა. და რომ ეს ბუნება კაცობრიოვი დაუზიანებელი ცოდვის და გახსნილებული სიწმინდით ეს ბუნება კაცობრიოვი ამაღლებულია ღვთის წინაშე. ამიტომ ვამბობ რომ აღდგომას ყველა განიცდის, მაგრამ ესეთ ამაღლებას მხოლოდ რჩეული. და სულძიელება ღვთისა მოელის ადამიანთა მოქცევას ჭეშმარიტ გზაზე, რათა მათ მიაღწევენ იმ ზეცად ამაღლებას, რომლის გზა და კვალი გაკვალა ჩვენთვის ქრისტემ. აი ამით მინდა დავასრულო საუბარი ჩვენ მეოთხე კრების უნიშნულოვან საკითხზე, რომელიც თუთანჯულის კანონში თავის არ არის მოხსენებული, ან განხილული პროსტულად,
არ არის განხილული და პუნქტობრივად დალაგებული. ეს ერთია სასწავლება და მისი სისავსე მთლიანობა ამას ვაუღწევს ჩვენ. ამიტომ განშილებით მეთოდა გვხსოვთ.